გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ფრილანსინგზე, ანუ როგორ შეგიძლიათ გაიჩინოთ შემოსავალი ონლაინ. საინტერესო ხომ? დავიწყეთ. ამ საიტზე მე ვიყავი 2 წლის წინ დარეგისტრირებული, ვაპირებდი მეაქტიურა, მაგრამ ჩემი უმოტივაციობის გამო დავანებე თავი ამ საიტს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესვე მომივიდა შეკვეთის მოთხოვნა. საიტის ბმულს იხილავთ აღწერაში. რამდენიმე დღის წინ YouTube-ზე სკროლვისას შემთხვევით აღმოვაჩინე მიხეილ HD-ს ვიდეო, სწორედ ამ საიტის და ფრილანსინგის შესახებ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო მას, რომ კვლავ გამიჩინა мотиваცია და დავუბრუნდი ამ საიტს ახალი мотивაციით, ახალი შესაძლებლობებით. არ მინდა ისე იფიქროთ, რომ ამ ერთ კვირაში ცხოვრება ავიწყე და მილიონერი გავ, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მოხდა, ბევრი კარგი მოხდა და მინდოდა ამ სიკარგის თქვენთვის გაზიარება. პირველი და მთავარი რაც მოხდა არის ის, რომ წინა დარეგისტრირების მსგავსად, ახლაც მეორე დღესვე ავიღე შეკვეთა, თან 2. შევასრულე როგორც საჭირო იყო და როგორც დამკვეთს სურდა ისე და მივიღე 2 დადებითი შეფასება ამ საიტზე. დადებით შეფასებას და პოზიტივს აქვს ძალიან დიდი წონა. შესაბამისად, თქვენც თუ დააპირებთ ამ საიტზე მოღვაწეობას, ამ ყველაფერს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, პროფიცლად ვლოგის განმავლობაში გესაუბრებით. ეს ეტაპზე საჭიროა მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა. მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად კი საჭიროა გქონდეთ ბევრი პოზიტივი, რომელიც წეღან ვახსენეთ. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ყველა თქვენს დამკვეთს მოემსახურეთ 110%-ით, რადგანაც მის მიერ დაწერილი პოზიტივი თქვენი საქმის წარმატების საწინდარია. დამკვეთი ყოველთვის მართალია და ამ პრინციპით იშუამდგომლეთ. ახლა გადავალ უშუალოდ მთავარზე, თუ როგორ შეგიძლიათ დასაქმდეთ ამ საიტზე. პირველ რიგში მთავარი არის ის, რომ ფლობდეთ ქართულის გარდა სხვა უცხო ენა, სასურველია ინგლისურს, მაგრამ რაც მეტი იცით, რა თქმა უნდა, ეს თქვენი პლუსია. ჩემ შემთხვევაში ინგლისური ენა არის საკმაოდ გამოყენებადი საკომუნიკაციოდ და მიადვილებს მომხმარებელთან ურთიერთობას. ასევე საჭიროა ფლობდეთ გარკვეულ უნარჩვევებს, თუ არაფერი არ შეგიძლიათ. თქვენი ადგილი აქ არ არის, ცუდად მოგამიგებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანში არის ნიჭი, ყველა ადამიანში იმალება ნიჭი და არასდროს თქვათ, რომ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. თქვენ ეს შეგიძლიათ და თქვენ ამას გააკეთებთ. მთავარია ყოველთვის мотиваცია. კარგი შემოსავალი კი საუკეთესო мотиваტორია, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი გვაქვს ონლაინ შემოსავალზე. ამ საიტზე თქვენ შეხვდებით რაოდენიმე გასაკვირიც არ უნდა იყოს სასიყვარულო რჩევების ფილებიდან დაწყებული, გეიმინგ რჩევებით დამთავრებული, ასე რომ არის ძალიან დიდი არჩევანი და ვფიქრობ, ნებისმიერ კატეგორიაში შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი და თქვენ შესაძლებლობებს რომ არ აღემატება ისეთი საქმე, შექმნათ პორტფოლიო და უკვე დაელოდოთ პირველ დამკვეთს. რადგანაც პორტფოლიო არის სწორედ ის, რაც დამკვეთებს მოგიზიდავთ. კარგი პორტფოლიო პირდაპირ პროპორციულია ბევრ შემოსავალთან. ახლა კი მოგიყვებით უშუალოდ ჩემს სიტუაციას, რა გადამხდა ამ კონკრეტულ ერთ კვირაში. როგორც წეღან ვახსენე, მიხეილ HD-ს ვიდეოს ყურების შემდეგ გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი ამ საიტზე. მე მქონდა ჩემი პორტფოლიო, მქონდა ჩემი პროფილი, მაგრამ 2 წელი არ ვიყავი შესული და გადავწყვიტე, რომ გამეუქმებინა ეს პროფილი, შემექმნა ახალი, ამჯერად მარისთან ერთად და ერთობლივი შესაძლებლობები დავამატეთ სერვისის სახით. როგორც გითხარით, მოხდა საოცრება და წინა პროფილის მსგავსად, აქაც მეორე დღესვე ავიღეთ შეკვეთა, თანაც 2. ნამდვილად არ მოველოდი, რომ პირველივე შეკვეთა მარის სიმღერა იქნებოდა, დიახ, პირველივე სუყე შეკვეთა იყო მარიამის სიმღერა და იმ საღამოსვე ავიღეთ კიდევ ერთი შეკვეთა voice-over-ზე, ანუ მარის ხმა ჭირდებოდა სამოტივაციო პრეზენტაციის გამოსაყენებლად. შესაბამისად, ეს კიდე ცალკე სერვისად გვაქვს დამატებული. ასე დამგვარად ერთ დღეში ფაქტობრივად 2 შეკვეთა ავიღეთ და ახლა უკვე 2 დადებითი შეფასება გვაქვს, რაც საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემი აზრით. როგორც წეღან ვახსენე, შეფასებები ეს არის თავად ამ საიტზე. ეს არის ის, რაც მოგიყვანთ სხვა დამკვეთს. რეალურად სისტემა მუშაობს. რეალურად ხალხი შემოდის და ნახულობს ჩვენს სერვისს, რაც ეს დამატებით мотиваციას გვიზრდის, რომ ყოველ დღე ვიყოთ ონლაინ და ყოველ დღე დაველოდოთ ახალ შეკვეთას.
მთავარია გქონდეთ მოთმინების უნარი. გაითვალისწინეთ ის, რომ თუ ვიღაც მოგწერთ, ეს არ არის 100% გარანტი იმის, რომ აუცილებლად აიღებთ შეკვეთას. თუ პირადად გწერთ ვიღაც, ეს უკვე ნახევარისადმია გაკეთებული, რადგანაც ის შენ დაინტერესდა, მას მოსწონ შენი პორტფოლიო და უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რენად მისაღებია თქვენთვის, თუნდაც გააკეთოთ ის, რასაც დამკვეთი ითხოვს. გაითვალისწინეთ, მთავარია მოთმინების უნარი, მე პირადად აღებული მაქვს 1 წლის პროექტი, ანუ დღეიდან მაგალითად წლის ბოლომდე უნდა დავაკვირდე ამ საიტს, რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება წარიმართოს ჩემი სერვისის გაყიდვები. ვაწყებ საქმე, ჩავთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სწორად დავხარჯე დრო. თუ ვერ ავამუშავე, რა თქმა უნდა, ისე სხვა საქმეზე გადავერთვები. თქვენ შემთხვევაშიც ჩემი პირადი აზრია და შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ, თუ დაიღალეთ უაზრო CV-ების გაგზავნით და იმედგაცრუებით მოგიდოთ ფრილანსინგს ხელი და სადოთ თქვენი ბედი სწორედ ამ თემაში. როგორც აღნიშნე, ჩემი ეს მცდელობა არის 1 წლიანი, 1 წლის მერე იმას მაინც ვიტყვი, რომ მცადე თუ არაფერი გამომივიდა. მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე მსურს, დიდი იმედი მაქვს ყველაფერი ისე წავა, როგორც თქვენ მოისურვებთ თუ ამ საიტზე დაიწყებთ მოღვაწეობას. დასასრულს კი მინდა გითხრათ, თუ ეს ვიდეო მოხდება ტრენდებში და ექნება შესაბამისი გამოხმაურება, მე ჩავწერ ისეთ თემაზე ვიდეოს, რასაც უკვე ბოლო 1 წელია ვაკეთებ და რაც რეალურად მუშაობს ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გულისხმობ ისევ ონლაინ შემოსავალს. ასე რომ დამოკიდებულია ყველაფერი თქვენს აქტიურობაზე. აბა, შეხვედრამდე.